ფოთია კადრებში საკანდიდატოა შუშანა მაცაბერიძემ დროას წევრმა და აქტივისტმა. მოდით ვნახოთ რა ხდება ფოთში ამ წუთებში. ეს არ არის მისთვის პირველი დაკავება, ჩვენ ვიცით რომ ის როგორც აქტივისტი წლებია უკვე სისტემას ებრძვის და როგორც შედის საკანში ხოლმე გამძლეთ ისე ენერგიულად გამოდის უკან ახალი გეგმებით და კიდევ უფრო გაორმაგებული ენერგიით. თუ შევძელით ჩვენ ახლა მასთან გასაუბრება, აუცილებლად მოვიკითხავთ მის განწყობებსაც და როგორც მისი მეგობრები, მისი თანამებრძოლები გვიყვებოდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მან წინასწარი უბრალოდ პატიმრობის ადმინისტრაციული ყოფილი ჰქონდა, მას სამართალ ადმინისტრაციულად ითვლება სამართალ დამრღვევად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ამონიტორინგებდა დანარჩენი პატიმრების მდგომარეობას და ციხიდან იწერებოდა წერილებს, როგორ იყვნენ მასთან ერთად საკანში მყოფნი სხვებიც და მეგობრებს უზიარებდა თხოვნას, რომ დახმარებოდნენ მათ, ვისაც მასზე მეტად სჭირდებოდა გარეთ დახმარება. როგორც უფლება შელახულებს, ასევე სხვადასხვა პრობლემის მქონე პატიმრების შესახებ იწერებოდა. მისი მეგობრები ავრცელებდნენ ამ წერილებს, ხედავთ რომ გარეთ დახვდნენ. ის არის ერთ-ერთი დაკავებულთაგანი, ვიცით რომ ასობით ადამიანს ჰქონდა ადმინისტრაციული პატიმრობა. შეაგებეს სასმელი, ოღონდ არა ალკოჰოლური, კოკა-კოლა თუ აცტები. კოკა-კოლა ენატრებოდა შუშანას როგორც ჩანს. უკეთესი რეკლამა, მე არ ვიცი ამ გამაგრილებელი სასმელის. კარგი, ჩვენ შუშანას აუცილებლად დაუბრუნდებით, თუკი მას ექნება სურვილი, რომ და ალბათ ექნება, რომ გამიზიაროს თავისი ციხის შტაბის დილებები და საომავლო აქტივობის შესახებაც, რაც ალბათ დაემთხვევა საპროტესტო მოძრაობის აქტივობებს, მოგვიყვეს. კარგით, დაუბრუნდებით კადრს ავტოვებთ და დაუბრუნდებით შუშანა მაცაბერიძეს, როგორც კი ის დადგება კამერასთან.